საქართველოს შესახებ ანგარიშს განიხილავენ დღეს ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში. დოკუმენტს, რასაც იუკნევიჩიენე წარადგენს, პროექტის თანახმად ანგარიში ასახავს ფაქტს, რომ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა უფრო მეტად გაძლიერდა. პროექტში აღნიშნულია, რომ ქართული ოცნება ევროკავშირის ოფიციალური პირების და დიპლომატების წინააღმდეგ სისტემურ კამპანიას აგრძელებს. საკითხი პოლიტიკური შეფასებების თემაა დედაქალაქში. ადეკვატურად ფასდება ევროკავშირის მხრიდან და მისი წევრების მხრიდან ჩვენს ქვეყანაში არსებული მდგომარეობა არის მწვავე შეფასებები, რომლებსაც ჩვენ ხედავთ. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები და არ იყოს შემოფარგლული ეს პროცესი მხოლოდ მწვავე შეფასებებით. ნახოთ, დაველოდოთ, რა მოყვება ამ ყველაფერს. ფაქტია, რომ ის მწვავე შეფასებები, რომლებიც კეთდება, ეს არის პასუხი ოცნების უმძიმეს დანაშაულებრივ ქმედებებზე, რომლებსაც ახორციელებს ადამიანების წინააღმდეგ. ეს მიუთითებს ევროპარლამენტის კრიზისზე ჯერჯერობით, იმიტომ რომ ეს ადამიანი, ეს ევროპარლამენტი, რომელიც თავისი არაკეთილ სინდისიერებით გამოირჩევა და ავრცელებს დეზინფორმაციას საქართველოს შესახებ, ძალიან საოცარია, რომ იგი ევროპარლამენტში არის მომხსენებელი. მომხსენებელი თავისი არსით უნდა იყოს მიუკერძებული, მაგრამ როგორც ჩანს, ევროპარლამენტის იმ ძალებს, რომლებიც დღეს იღებენ გადაწყვეტილებას, მათ სურთ სწორედ ასეთი დეზინფორმაციის გავრცელება, იმიტომ რომ ჩვენ გვახსოვს 2022 წლიდან მოყოლებული რამდენი არასამართლიანი რეზოლუცია მიიღო ევროპარლამენტმა. როდესაც ანგარიშს ამზადებს ადამიანი, რომელსაც აქვს ფაშისტური განცხადებები საქართველოს დაკავშირებით, შეგახსენებთ, რომ მან თქვა, რომ ინფექცია არის ქართული ოცნება და ეს არის ფაშისტური განცხადება. მეორე თქვა, რომ ქართველი ხალხის ბრალი არის, იმიტომ რომ ქართულ ოცნებას ხალხს აძლევს. ასე რომ მთავარი პრობლემა ის არის, რომ დღეს ევროპარლამენტში საქართველოს საკითხებს კურირებს ადამიანი, რომელიც ფაშისტური განცხადებები აქვს საქართველოს დაკავშირებით. ფაშიზმის გამარჯვების 80 წლის თავზე ხედავთ ადამიანს ევროპარლამენტში, რომელიც საქართველოსთან დაკავშირებით აკეთებს ფაშისტურ განცხადებებს. ამიტომ ითქვა კიდევაც, რა დაემართება ამ რეზოლუციებს. არანაირი ფასი, რა თქმა უნდა, ჩვენთვის არ აქვს. ფაშისტური განცხადებების მქონე ადამიანების ფურცლები დაიხევა და გადაეკრა მაგალითად.